დიდი მადლობა არჩილ მოწვევისთვის. გამოწვევები არის უამრავი, გამოწვევები, რომელიც არ არის ვიწრო პარტიული, არ არის მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის გადასაჭრელი, არამედ ვფიქრობ ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევებია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს უკეთეს შემთხვევაში, იდეალურ შემთხვევაში ერთობით და კონსოლიდაციით. რა თქმა უნდა, სანამ ქვეყანაში ყვავის და განცდა არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და ეს მიდგომა ამ საკითხებისადმი სულ უფრო და უფრო კარგავს ძალას მოქალაქეებში, რაც გულისხმობს, იცით, ანუ აღარ აკვირვებს. ანუ პროზაული ხდება, ნორმა ხდება, იცით? აპოლიტიზირებულია მართლმსაჯულება? არა უშავს რა, ანუ ეთყობა იქ ვიღაცა 2-3 პოლიტიკური სუბიექტი ერთმანეთში ჩხუბობს და ერთმა მეორეს ხელი პოლიტიკური გადაუწია. და არსებობს, მოდი სიმართლე უთხრათ, არც თუ ისე მცირე ნაწილი საზოგადოებისა, ვინც ამ პრობლემას ასე უყურებს. სინამდვილეში ეს ხომ არ არის პრობლემა. ხო, პრობლემა ის არის, როდესაც პოლიტიზირებული გაქვს მართლმსაჯულება, აისახება ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ინვესტორების არ შემოდინებაზე, ინვესტიციების ვერ შემოტანაზე, საინვესტიციო კლიმატის არარსებობაზე, რაც აღარიბებს საქართველოს მოქალაქეს და შესაბამისად სამუშაო ადგილები კი არ მატულობს, იკლებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ და არც ისე ცოტა ადამიანი უყურებს ძალიან ვიწრო პრიზმაში ამ პრობლემას. ერთი აკავებს მეორეს და დაკავებულის მომხრები აპროტესტები. ამიტომ ჩვენი ამოცანა რომ ყველა საკითხი დაკავშირებით ციცხადე შევიტანოთ და მოსახლეობასა და პოლიტიკურ კლასს შორის რაც შეიძლება მნიშვნელოვნად შევამციროთ დისტანცია. აქ რა თქმა უნდა ოპოზიცია და ოპოზიციაში რა თქმა უნდა ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნდა თამაშობდეს და მას მოუწევს გადამწყვეტი როლის თამაში. და აი აქ მეძებნა შესაძლებლობა ახსნა ის რასაც ვაკეთებთ უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ნამდვილად ამას ვადასტურებთ ყველანი, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დავამარცხოთ. თუნდაც იქნება ეს გაყალბებული და პოტენციურად გასაყალბებელი არჩევნებისთვის მომზადებული რეჟიმი, რომელიც მართლაც აყალბებს, ან იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მოცემულ პერიოდში და დროში მოგიწევს შემასთან პაექრობა. ეს იქნება ქუჩის საპროტესტო აქცია, თუ დემონსტრაცია, თუ სხვადასხვა. ნაციონალურ მოძრაობას მართებს გაძლიერება და ხარდაჭერა. პარტია პირველ რიგში არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ის უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ ფუნქციას უნდა ასრულებდეს. ჩვენში სამწუხაროდ და მე ვეცადე რომ ყველა ფრჩხილი მეგობრებთან ერთად უკანასკნელ პერიოდში მიუხედავად იმისა რომ ყავს ტყვეობაში ჩვენი მეგობარი ამ პარტიის დამფუძნებელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქ სადაც მას არ ეძლევა შესაძლებლობა წარმოვიდგინეთ ელემენტარულ სატელეფონო ზარების განხორციელების, ხო? და ექიმი ვერანაირად ვერ შეუყვანეთ და მეტიც უნდობლობა არის მართლმსაჯულების მიმართ. მე მეწონეთ მართლმსაჯულების მიმართ იყოს ელემენტარული ხარისხის დობაც კი საზოგადოებაში, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლებში, ხო? პირველ რიგში ჩვენ და კიდე პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილიც კი ძალიან შვიდად რუდუნებით დაველოდებოდით და დაელოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, ანუ ვერდიქტს, მაგრამ რო ვიცით რომ იქ არ წყდება საკითხი მართლმსაჯულების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ანუ კანონის მიერ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღება გადაწყვეტილება, ამიტომ ხდება ის რაც ხდება ქვეყანაში და პოლარიზება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის და პოლიტიკურ კლასს შორის. მაგრამ სიმართლეც უნდა ითქვას, ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე მეტად ძლიერები, რომ თუნდაც ასეთ უსამართლო რეჟიმს მოვერიოთ, უსამართლო პირობებში. როდესაც შენ იცი, რომ ნაკლოვანებები არსებობს და ამ ნაკლოვანებების არაღმოფხრას თვალს უსწორებ, მაშინ შენ პირველ რიგში ხარ აი აქ ხარ თუ ხარ დამნაშავე, იმიტომ რომ მალავ შენ პრობლემებს.
მე პრობლემების ზედაპირზე დავდები პარტიის შიგნით და ამორჩევლსა და ხარდაჭერებს და პარტიის წევრებს გავაცანი და ვუთხარი, რომ ჩვენ პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ვიწყებთ 2022 წელი ტირე კამპანიას. ყველაზე გრძელ კამპანიას, მაგრამ როგორი კამპანია? საარჩევნო კამპანია? არა. ვიწყებთ კამპანიას, რომელიც გულისხმობს პარტიის მიერ ყოველდღიურად იმ რეჟიმში ყოფნას, როგორც პარტია არის რეალურ საარჩევნო კამპანიაში. ანუ იცი წინადღით პარტიაში რა საკეთებ მომდენო დღეს. და როდესაც ამ რეჟიმში ხარ, შენ გზად გადაიყრები ვადამდელ არჩევნებს, გზად უნდა იყო. იქნება რიგითი არჩევნები, გზად უნდა იყო. იქნება დიდი საპროტესტო მოძრაობა, გზად უნდა იყო, რომ პროტესტი დაიჭირო. დღევანდელი მოცემულობით აქამდე მე ვამბობ, რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობას კი წარმოვიდგინეთ ოპოზიციური სპექტრიდან გადამწყვეტი ბრძოლისთვის იქნებოდა ეს საარჩევნო ბრძოლა თუ არა საარჩევნო ბრძოლა მშვიდობიანი ქუჩის საპროტესტო მოძრაობა მხედველობაში დემზადებოდით არჩევნებისთვის 2 თვით ადრე. ხო. ეს არ ამართლებს. ეს მეტის დაუშვებელია. ზოგადად სიგნალები ოპოზიციიდან რაც ამ წლების განმავლობაში ტრიალებდა, აი რაღაცნაირად მოჭამა თუ არა თავისი დრო, მაგალითად დღემდე არის ლაპარაკი მუდმივად ქუჩის აქციებზე, რომლისთვისაც ფაქტია ვხედავთ აგერ მესამე პრეზიდენტის, ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, როდესაც ადამიანებს ნებისმიერს აქვს სრული თავისუფლება მივიდეს და მხარი დაუჭირს, აღარ არის ეს აქციები. აი ეს ერთიგივე სიგნალები ხო არ დასრულდა. და რისი თქმა მინდოდა აქცია როგორც ასეთი არა თვითმიზანი, ხო? მე მესმის. აი მიხეილ სააკაშვილის გულხურვალე უამრავი ამორჩევლისთვის, ხარდაჭერისთვისაც დიახაც პანაცეა პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელსაც იყენებ მე სხვადასხვაგვარად. ნეტელოდ განწყობილი ამორჩევლისთვის ამ ქვეყანაში დიახაც პანაცეა არის ოპოზიციური პარტიების ფორმაში ყოფნა. და ნებისმიერი იმ მოქალაქისთვის, ვინც სულებების მოლოდინია, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ოპოზიციური პარტია არასაარჩევნო პერიოდში მიუხედავად გამოწვევებისა და ვისაუბრეთ ნაწილობრივ ეს არის პატიმრობაში ყოფი შენი მეგობარი, მეგობრები სხვადასხვა ასევე ძალადობა, დევნა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ უნდა ვაშენოთ პარტიული ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა. და ამის საილუსტრაციოდ მე გეტყვით ახლა მაგალითს. როდესაც რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. რამი და აღმოფხრა და რა მიმართულებით სურს მოძრაობა, შესაძლებელი იყოს სხვაობა. აი ამ უსამართლო არჩევნებში, რომელიც შაშან ჩატარდა. ძნელად თუ ეწოდება არჩევნები, მიუხედავად ყველაფრისა, იყო ოლქები, სადაც ნაციონალურ მოძრაობამ მოუგეთ ქართულ ოცნებას, იქ სადაც ძლიერი ორგანიზაციული მოწყობა ჰქონდა. სისტემაში მოყვანილი გუნდი, რომელიც თვეების განმავლობაში და 2 თვით სისტემო და მეთოდური მუშაობდა. მოუგო ქართულ ოცნებას ერთ-ერთზე და ჯამურად იმ ოლქში ოპოზიციამ დრამატული გამარჯვება მოიგო. მაგალითისთვის რუსთავში. ხო. რუსთავში ძალადობდნენ თუ ძალადობდნენ. წააგო ქართულმა ოცნებამ ერთ-ერთზე ნაციონალურ მოძრაობასთან. წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, აი ამ 4 ოლქში ჩვენ მოვუგეთ. მიუხედავად იმისა, რომ სუსიც იყო, კრიმინალიც იყო, გაყალბებაც იყო, კარუსელიც იყო. მაგრამ მოუგეთ. მაინც ზოგადად ჩვენ იზიარებ იმ თეზას, რომ საკმარისად მომუშავა ოპოზიციას ამ ხსეთ გაყალბებულ არჩევნებში შეიძლება და კიდევ უფრო ბევრი ოლქი იყო, სადაც მხოლოდ 1%-ით, მხოლოდ პროცენტ ნახევრით გაგვისტრო ქართულმა ოცნებამ. მაგრამ ჯამურად ოპოზიცია მაინც ამარცხებდა. მაგრამ საქართველოში 63 საარჩევნო ოლქი ასე იყოფა საარჩევნო რუკაზე საქართველოს 63 საარჩევნო ოლქად. 20 ოლქში 63-დან 20 ოლქში და დამერწმუნებით ალბათ რომ ბევრია 63-დან 20 ოლქი ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას აი ამ გაყალბებულ ძალადობრივ არჩევნებში უფიქსირებს 30% და მეტ სხვაობას. წარმოგიდგენიათ? ესე იგი აქ ჩვენი ბრალიც არის, ხო? დრამატულად. ორგანიზაცია არ ყავს, გაგიყალბებს იქ აუცილებლად ჩვენ ხმას და იმ ხმასაც შენ ვერ დაიცავ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ იქ არ ყავს წარმომადგენელი. როგორ შეიძლება შენ უგებდე რუსთავში, უგებდე სენაკში, უგებდე და სადღაც გიგებდეს ქართული ოცნება 40%-ით. გესმით? იმერეთშიც არის ასეთი
ქალაქი არ მინდა დავასახელო. რატომ სამცხე ჯავახეთში შიდა კაცი 20 არ შეიძლება ვერავინ დამაკმაყოფილებს ხარაგაულში 27%-ით მეტი მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობაზე ვერ დამაჯერებს მარისი ორგანიზების შემთხვევაში ეს პრეცედენტების რაოდენობა მეტი იქნება როგორც თქვენ გიყურებთ ისე ვარ დარწმუნებული რომ სწორი მწყობრი სისტემური და მეთოდური მუშაობა არასაარჩევნო პერიოდში რაც დავიწყეთ გამოიწვევს გარდაუვალ მარცხს ამა თუ იმ ფორმატში ქართული ოცნებისა. აი ამ 20 ოქში, როდესაც დავსხედით და დავაჯამეთ, წარმოიდგინეთ, ქართული ოცნება აკეთებს 170,000 ხმას. მარტო ამ 20 ოქში 40,000-ის წინააღმდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ აქედანვე მოვახდინეთ ამ ყველაფრის იდენტიფიცირება. 2020-დან ვამბობ, რომ პარტია თუნდაც სამართლიან არჩევნებში, თუნდაც თქვენ იყოთ ახლა CSKO-ს თავმჯდომარე თუნდაც მე ვიყო ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი თუ არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს სამართლიან არჩევნებში ამ 20 ოლქში საწყის ეტაპზე ძალიან გაუჭირდება ამას სჭირდება მანამდე წრთონა ბრძოლამდე ომამდე ჯარი ხომ არ იწვრთნება არჩილ ომში ხოჩერს მახსოვს მიხეილ სააკაშვილის ფრაზა და მაშინ აქტიურად დავიტაცებ თითქოს ახალი არაფერი თქვას მაგრამ მას ჰქონდა ასეთ კარგი ფრაზა საარჩევნო კამპანია იწყება არჩევნების მეორე დღიდან. ანუ აი ამ პაუზებს ის არ თვლიდა ხოლმე სწორად და ზუსტად ეს არის პრინციპი რომ მუდმივი მუშაობა უნდა მიდიოდეს. მე მესმის რომ არიან ადამიანები და ქართველებს გვახასიათებს მეც მათ შორის, მაგრამ გამოცდილება მასალა მე პასუხისგებელი მასალა თუ როგორ უნდა მოვიქცე. მე პასუხისგებელი ვარ და ვიქნები შედეგებზე, ხო? ერთი წელიწადია მე რაც ვარ ამ პარტიის თავმჯდომარე. და შარშან ამ დროს ვაპირებდი ამ ცვლილებების შეტანას ჩვენს მუშაობაში და მithქოს და გავიმეორებ არ დამცალდა სამწუხაროდ იცით თუ რატო მაგრამ იცით მიღირს ავიტანო თუნდაც ჩემთვის ამ ჩვენ გამოსახედიდან უსამართლო კრიტიკა ამ გზაზე რამე თუ დაწონებული ვარ ის ადამიანებიც რომლებიც მათი ნაწილი მნიშვნელოვანი რომლებიც დღეს შეიძლება მაგრიტიკებდეს ჩემი მოკავშირე ჩვენი მოკავშირე აუცილებლად გახდება როგორ მოვიგი 2020 წლის არჩევნებში 30 საარჩევნო ოლქიდან გლდანის საარჩევნო ოლქი ხო იმიტომ რომ 5 თვით ადრე დავიწყე იქ ბრძოლა არ დაგიმოვდა მოვწყდი და მაშინ 2020 წლის არჩევნებზე მე მთლიანად კამპანიურ მართლობაზე პასუხს არ ვიღებდი და როგორც ერთი რიგითი მაჟორიტარი გუნდთან ერთად მეგობრებთან ერთად გდანში შევედი და 5 დღე ვიმუშავე ყოველდღე გამოიღო შედეგი ხო მე მინდა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმალურად ყველგან სადაც შესაძლებელია ვიმუშაოთ ისე როგორც მუშაობდით გდანში და აი ამ დროს როდესაც შენ ხელში ვიღაცა ჩაგარტყავს შენ იქ ყავს საპროტესტო უკვე ელექტორატიც რომელიც ხმასაც დაიცავს მაგრამ როცა არჩევნებია და არ ყავს და როცა არჩევნებია არ არის და პროტესტი ჭირდება მაინც არ ყავს რეალურად ვაწყდებით ერთი და იგივე სურათს წლების განმავლობაში იმიტომ რომ ვამბობდით ყოველთვის რომ 2014 წლიდან ბევრჯერ მომისვენია 16 წლამდე ვერ არის იარსებებს სახელმწიფო და სულ ვიყურებოდით ხოლმე კუნთებზე და ზერა გაგვირბოდა ქუჩაზე რაც სამართლიანი იქ უნდა გააპროტესტო როდესაც გასაპროტესტებია მაგრამ პარალელურად პარტია ხომ დაშენო მაგრამ ამას არ ვაკეთებდით 16-დან 18-მდე ვიძახეთ რომ ქვეყანა სახელმწიფო არ იარსებებს იარსება ხო მომზადებელი შევხვდით განსაკუთრებით 18 წლისთვის ჩვენ რომ აი ეს რეფორმები გატარებული ქონოდა ნამდვილად ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა პირველ ტურში დამარცხებოდა სალომე ზურაბიშვილი 18-დან 20 წლამდე იგივე ვიძახეთ 20-დან 21-მდე და იცით რა არის დასკვნები ჩვენს მიერ დაშვებული ხარ უბრალოდება ამის გამო ნიკადა ხომ და გავაკეთეთ და შედეგსაც ძალიან მალე საზოგადოება იხილავს პარტია ნაციონალური მოძრაობა იცით რა არის 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში მაგრამ შემდეგ წარმოდიან გასულია პრაქტიკულად 20 წელიწადია საარჩევნო ელექტორალური ბაზა და როცა საარჩევნო ელექტორულ ბაზაზე ვსაუბრობ ეს ცოცხალი საქართველოს მოქალაქეები არიან როდესაც შენ გინდა რომ ადამიანები იხილო პროტესტის შუაგულშიც ხო ამ ადამიანებს უნდა მიაკითხო მაგრამ შეიცვალა ქართული საარჩევნო და საპროტესტო ბაზა 500,000
ახალი საქართველოს მოქალაქე ყავს ქვეყანას 2012 წლიდან არჩევანის გაკეთების უფლებით. ხო? ახალგაზრდები ანუ მათთან სათანადო მუშაობის შესაძლებლობა ჩვენ არ ქონია. არ დაგიმოთ, რასაც ახლა ვაკეთებთ. პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მთელი ინფრასტრუქტურა შევქმნით ახალგაზრდული მოძრაობის პარტიაში და იქნება ამ ყველაფრის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში. და 330,000 18-დან 24 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქე, რომ ვიცი არსებობს ქვეყანაში, მიეცეთ ყურადღება 18-დან 24 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ანუ ახალგაზრდები 330,000 და ვიცი რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ ჯგუფიდან, ამ სეგმენტიდან მხოლოდ და მხოლოდ 4% აქვს ხარდაჭერა. მაქსიმალურად მთელი ჩემი რესურსი იქნება ეს დროის, ენერგიის, ემოციის, ფინანსურის უნდა დაიხარჯოს ამ მიმართულებით, რომ აქ არის უდიდესი საარჩევნო პოტენციალი. ამას თუ თავი დაანება, იცით რა, მათემატიკას თუ თავი დაანება, რა გინდა ცვლილება შენ ქვეყანაში, ხომ? თუ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ცვლილების პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ამ წუთის მდგომარეობით 42% ამ სეგმენტიდან საერთოდ არჩევნებზე არ დადის. მეტიც ახალგაზრდები ერთი წუთით გვერდ განზე გადავდოთ. ხო, ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ხარდაჭერის ასაკი უფროს ასაკშია. იცით? და მე მეუბნებიან და მესმის ასეთი მოსაზრებაც სოციალურს თუ გადახედავთ, იცით? კი, მაგრამ ახლის მოყვანის ხარჯზე, ახალი გუნდის წევრების შემოერთების ხარჯზე, ძველი დამსახურებული ამორჩევი და ხარდაჭერი ხო არ დაიკარგება? არა, გუწველი, ერთგული, მართლაც გამარჯვებაზე დაგეშილი და ორიენტირებული ამორჩეველი პირიქით, არა თუ არ დაიკარგება მაქსიმალურად ხელს შეგიწვოს და მიწყობს და გვიწყობს. მაგრამ ამ ცვლილებებზე თითქმის თანაბარი პოზიცია აქვს აი ამ რაღაც რეტროგრად პარტიელებს და ხელისუფლების საქმეებს. ისედაც იძლევა თქვენი ფორმატი ამის შესაძლებლობას. იცით? ისედაც იცვლება, ისედაც კარგავთ ჩვენ ამ ხმებს. 20 წელიწადია პარტია არსებობს. კარგავთ, უბრალოდ წელიწადში 50,000 ადამიანი სამწუხაროდ ზეციო საქართველოში მიდის. 50,000 ახალი ადამიანი ბავშვი იბადება. უბრალოდ ამომრჩეველიც ყდება, ხო? შენ რაც არ უნდა განვითარებული პოლიტიკური პარტია იყო, პარტია კი არა, ნებისმიერი ბაზრის ეკონომიკის ბაზარში სჭირდება განვითარება და ახალი სული შთაბერვა და ახალი სისხლის მოყვანა და ამ პროცესში არსებობს ასეთი მიდგომა, რომ პარტია ბიუროკრატიზაციის პროცესს როგორც კი დაადგება, ანუ როდესაც ხვალოთ ძველი მიღწევებით, ძველი ადამიანებით ხელმძღვანელობს ნებისმიერი კომპანია, ბიზნეს ორგანიზაცია, სახელმწიფო ორგანიზაცია ეს პროცესი მიდის პარტიის ყდომამ. მათი მაგალითი შეიძლება ცოცხალი მაგალითი. საქართველოს ბანკი ხო გვახსოვს ასეთი ბანკი. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში, ანუ საბჭოთა ბანკიდან, მაშინ ლადო გურგენიძემ და ლადო გურგენიძეს გუნდმა აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს ბანკი აქცია ერთ-ერთ წარმატებულ საუკეთესო ბანკად, ხო, წამოიდგინეთ. მაგრამ იგივე გუნდი ლადო გურგენიძეს მეთაურობით და ლადო გურგენიძეს არ ვიცი ხელმძღვანელობით თითქმის მთელი სტაფით გადადის წლების შემდეგ ლიბერტი ბანკში და აპირებს იგივე რეფორმების გატარებას, იგივე ინსტრუქციებითა და ჩემი შეფასებით, იგივე მეთოდებით, მაგრამ აღარ გამოუვიდათ. ანუ, ეხლა ნახეთ, პატარა მასშტაბშიც კი ერთი და იგივე დამოკიდებულებით, ერთი და იგივე მიდგომით, ერთი იგივე ინსტრუქციებით საქმე არ გამოვიდა. ეხლა ავიღოთ ეს მაგალითი და მეტაფორულად გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში, პარტიის ნაციონალურ მოძრაობის რეალობაში. 20 წლის შუალედით 2023-ია, ნუ თითქოს 22 წელიწადია, ხო? იგივე დამოკიდებულებით, იგივე მიდგომით, იგივე ასევე განმეორებული ინსტრუქციებით, იგივე წარმატება და დიდება არ მოვა. რაღაცა უნდა მნიშვნელოვანი შევცვალოთ, ეს რაღაცა მნიშვნელოვანი იცვლება. გნებავთ დაარქვას ვისაც სურს ადამიანთა უბრალოდ ადამიანური რესურსის მობილიზაციის პროცესი და გაზრდის, ვისაც უნდა დაარქვას ეს ამ პროცესზე რებრენდინგის პროცესი, ვისაც უნდა დაარქვას რეორგანიზაციის პროცესი, ყველაფერი ერთად არის. იდენტიფიცირებულია ჩემთვის როგორც პასუხისმგებელი ადამიანისთვის ამ პარტიის მომავალზე პრობლემები, ვარ თვითკრიტიკული იქ სადაც უნდა ვიყო და ჯერა როგორც არასოდეს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი როგორც არასოდეს, რომ ამ პარტიას აქვს დიდი მომავალი ამ მიდგომით. ჩვენ თუ ჩავიკეტებით ჩვენს ჰომოგენურ ბაბლში ეგრეთ წოდებულ ბუშტში
სადაც თვითმყოფილებას მივეცემით, რომ რამდენი ადამიანი ვართ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და ამ ერთად და ამასობაში ჩვენს გარშემო ჩვენზე უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე, მაგრამ მათთან ჩვენ კონტაქტს ვკარგავთ. არ უნდა ვიყოთ ხო ბედნიერები. ხა მე ვიცნობ და სულ ვესაუბრები ჩემს გულამ, არ ვიცი, ძალიან გულმხმოვან დასაფასებელ ნაციონალურ მოძრაობის პატარა ჯგუფი არის, ასეთი მათთანაც კი მუშაობ. საუბარი არის საჭირო ნამდვილად და მათგანაც დიდ ნაწილს მეცნობიერებას დარწმუნებული ვარ გაუზრდი იმ პროცესებისადმი, რა პროცესები ჩვენ წამოვიწყეთ. არიან ძალიან აქტიურები სოციალურ ქსელში მაგალითად. დადიან აქციაზე. ხო, ძალიან მცირე ჯგუფი არის ასეთი, ვისაც სჭირდება სწორი საკვების მიცემა ფიქრისთვის, მაგრამ ამავე დროს ნახეთ ვიცნობ, ცოცხლად ვიცნობ, ასეთ ადამიანებს კარის მეზობელი ყავს. ზოგ შემთხვევაში არაერთი, რომელსაც აღარც ქართული ოცნება მოსწონს, აღარ მოსწონს, მაგრამ ჩამოუყალიბებელი არ იცის რაკნას. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენმა ხარდაჭერმა არ იცის, როგორ შევიგდეს სწორად კონტაქტში მასთან, ვერ ახერხებს მის მომხრობას. იცით? მცირე ნაწილს ნაციონალური მოძრაობა ამ წლების განმავლობაში მცირე ნაწილს ნაციონალური მოძრაობისას 2012 წლის 2 ოქტომბრიდანვე უნდოდა ხელისუფლებაში მოსვლა. 2012 წლის 2 ოქტომბრიდანვე. ხო, მაგრამ იცით, უბრალოდ უნდოდათ ის, რაც იყო 2003-2012 წლის აი ამ პერიოდში. ეს აღარ არის საკმარისი. გაცილებით მეტი გვჭირდება და ჩვენ ზუსტი არასწორი გადადგმული ნაბიჯების შემთხვევაში ღმერთმა დაიფაროს, რომ ამ გზას დავადგეთ, პოლარიზაციას იცით სად გავზრდით? გავზრდით ოპოზიციურ ელექტორატს შორის. იმიტომ რომ იმასაც შევეჩვიეთ თუ არ შევეჩვიეთ, რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობამ თანამშრომლობდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ისინი თანამშრომლობდნენ ჩვენთან. თქვენ ახსენეთ თქვენს მონოლოგში პრობლემა იყო ეს 2 წლის წინ. პრობლემა იყო პრაქტიკულად ღალატის ტოლფასი იყო სხვა ოპოზიციური პარტიის ელექტორატთან თანამშრომლობა. ხო, და ისინიც არ თვლიდნენ, იმიტომ რომ ქედმაღალ პარტია დაღიქვამდა ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ იცით რა არის? მე როდესაც ვიცი მოცემულობა რომ რესურსი პარტიას ზრდის, ანუ საარჩევნო პოტენციალი აქვს უდიდესი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევიცვლით დამოკიდებულებას და მიდგომას პროცესებისადმი, ვიქნებით იმ პარტიის წევრები, სადაც ჩვენს გარდა ბევრი ახალი ადამიანი მოვა, ბევრი ახალგაზრდა მოვა, რომელიც თავის მხრივ გაზრდის ამ პარტიის ხარდაჭერას. სჭირდება განახლებული ნიშა, იმიტომ რომ არსებობს სრულიად ჩამოყალიბებული პოზიცია, დადებითიც და უარყოფითიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელი იერის შესახებ, შინაარსის შესახებ, ხო? კარგის და ცუდის, მაგრამ ესეთი ჩამოყალიბებული პოზიციებია. ამიტომ ახალ მომსვლელს სჭირდება ახალი мотиваცია. ის შინაარსი, რაც უნდა ატაროს ნაციონალურმა მოძრაობამ. კი ბატონო, მე თუ ამიტომ ვცდილობ, გეთანხმებით, ორი გამოსავალია რა მომხმარებლის გაზრდის. ან მოკლედ ახალ ბაზარს პოულობ, რაც შეუძლებელია გამორიცხულია პოლიტიკურ სფეროში, პოლიტიკას როდესაც აკეთებ, ახლა ახალ ბაზარს ვერ აითვისებ, იმიტომ რომ უკვე ხარ იქ. ან უბრალოდ სჭირდება დიახაც ახალი, აი რაც თქვენ ახსენეთ პროექტი, კი ბატონო, იდეა, გეგმა, რომელიც აქტუალური იქნება ბევრისთვის აწყოში და სასურველი იქნება ბევრისთვის სამომავლოდ, ხო? ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად მუშაობთ. პირველად მეუბნებია რომ აქამდე სად იყავი რას აკეთებდი, ხო ჩასაფრებული ადამიანი მეკითხებოდა. აქამდე წლების განმავლობაში ამ პარტიის ათასობით წარმომადგენელთან ერთად ვიბრძოდით, მართლაც ვიბრძოდით უკომპრომისოდ, ხშირ შემთხვევაში გადარჩენისთვისაც კი. და მაშინ რაც პარტიის თავმჯდომარე გავხდი, დავისახე ეს ამოცანა ჩემთვის, მჯერა წარმატების და იმისაც მჯერა რომ მოკავშირეებს სულ უფრო და უფრო მეტი მეყოლება და იცით სხვადასხვაგვარი ამორჩეველი შეიძინა პარტია ნაციონალურ მოძრაობამ. ვერავის მე პირადად მაგალითად 8 წელიწადია ამ პარტიაში ვარ. აი გულახდილად გეტყვით რა, ანუ ასობით აქტივისტი მყავს მე პირადად, ჩემი შრომით,
ძებნის პროცესში მყოფმა, ნუ ვიპოვე ბევრი სასურველი ადამიანები, ვინც დღეს არის პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი, არა და არ იმპონირებდა თავის დროზე პარტია ნაციონალურ მოძრაობას. არა უბრალოდ ამორჩეველი, არამედ წევრი. და თავდაბლობის გარეშე გეტყვით, ამ წლების განმავლობაში უამრავი ათასობით ახალი ამორჩეველი ყავს ამ პარტიას, რომელსაც თავის დროზე ეს პარტია ნამდვილად არ უტოვებდა საუკეთესო განცდებს და შტაბ-ჭირებს და ჩემს გარდა კიდევ ბევრი ადამიანია, ვინც იგივეს აკეთებს. და ეს პარტია უნდა იყოს აღქმაში, იცით, უნდა იყოს ღია პლატფორმა და გამარჯვების პლატფორმა, ანუ ხალხის პარტიად უნდა ვიქცეთ კვლავ. შენ თუ იტყვი, რომ ეს პარტია არის 1, 2 ან 3 ადამიანის პარტია, შენ ნამდვილად აი როგორც ყულფს მოიჭერ კისერზე და ძიმე მდგომარეობაში ჩავარდები, ასე ვერ განვითარდებით ჩვენ. მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და მეინსტრიმულმა თავრმა პარტიამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სხვადასხვა გვარი ამორჩეველი და აქტივისტები და პარტიის წევრები გვეყოლება ჩვენ. უდიდესი უმსხვილესი პარტია, რომელიც წევრები მოლაპარაკე ადამიანები, რომელსაც ეყოლება რა ყავს ბევრი ხარდაჭერი და საჯარო სივრცეში ეთერებში ისაუბრებენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ძალიან ბევრს სამართლიანად ისაუბრებენ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაზე, პატიმრობაზე, მისი დახსნის გზებზე. იქნებიან ადამიანები, ვინც ზომბიერად ისაუბრებენ ამიმართულებით და იქნებიან ადამიანები, ვინც სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს გაესაუბრებიან და მათ ხარდაჭერას მოიპოვებენ. მე ამ ყველაფრის მჯერა, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ამ პარტიას ახალგაზრდულ სეგმენტში ექნება იმაზე მეტი ხარდაჭერა ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებში, ვიდრე ოდესმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ჰქონია უკანასკნელ წლებში. ნიკა მელია ჩემი სტუმარი, ნიკა სარეკლამო ჭრამდე ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ აი იმაზე რაზედან შენ მუშაობა იმ ადამიანებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ნაციონალური მოძრაობა არა პოზიტიური კონტექსტი, არამედ აი ის მოიშოროს, რაც ნეგატიური კონტექსტი ჰქონდა. არ ასოცირდებოდეს პოტენციურ მოძალადე პოლიციასთან თქვენი მოსვლა, სასამართლოსთან, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ნეგატიურ ხარებად ითვლებოდა. რამდენიმე გზით შეიძლება იმ შედეგის მიღება, რა შედეგიც გვინდა რომ მივიღოთ. ერთი აქტიური მუშაობა, უკვე რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ქვეყანა გვინდა არ გვინდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეხა არის ისეთი, სადაც ბევრი ადამიანს იცნობს და მხოლოდ ტელევიზიით, მხოლოდ მედია საშუალებებით მუშაობა, რა თქმა უნდა, ბევრ დროს ამ წუთის გამარჯვებითაც ჩვენზე განაწყენებულ ამორჩევას პოზიციას ვერ შეაცვლევიეს, მაგრამ როდესაც შენ შედიხარ პირად ინტერაქციაში, ანუ ტეტ-ა-ტეტ ურთიერთობას ამყარებ, იქ უკვე იზრდება შანსი წარმატების. რომ ადამიანმა მინიმუმ ავანსად მაინც ხარი დაგიჭიროს. მეორე ხა იდეა, რომელსაც შენ ამ მიმართულებით ასხივებ და ჩვენ შეიძლება ჩაიკარგე ეს, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიტანეთ კონკრეტულად მატერიალური სახით ფურცლზე და ვთქვით თუ როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა. ის სისტემა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა რბილად ვთქვათ ნაკლოვანებებით და ამ ხელისუფლებამ ახალ სიმაღლეებზეც კი აიყვანა, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის დროს, არა მარტო მოქალაქეთა კავშირის დროს, არა მხოლოდ კიდევ უფრო პირველი ხელისუფლების დროს, საბჭოთა კავშირის დროს იყო და იყო, ხო? მეფის რუსეთის დროსაც იყო და იყო პრობლემა. მაგრამ ბუნებრივია მაინც, რაც არ უნდა ვეცადოთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ არჩილ, იქნებიან ადამიანთა ჯგუფი, შეიძლება არც თუ ისე მცირე, რომელიც სანამ არ გიხილავს შენ ხელისუფლებაში და არ დაინახავს, რომ იქცევი ისე, როგორც ამბობდი, რომ მოიქცეოდი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, არ იწამებს შენსას. იქნებიან ასეთი ამორჩევლებიც. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში პოტენციური მოკავშირეები დარწმუნებული ვარ ეს ადამიანების გახდებიან. ხომ მიგხვდით რა ვამბობ, ანუ ნაციონალურ მოძრაობას ნაწილი საზოგადოების ამ მცირე ნაწილი მაინც რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გავიღოთ, იმიტომ რომ ნახელისუფლარი პარტია ვართ. შესაძლებელია, როდესაც სასამართლოზე და პოლიციაზე ვსაუბრობთ, ნუ არ შევალთ ეხა იქ და ასე თქვა კამაჩი
რა იყო კარგი და რა იყო ცუდი და რაიმე თუ გამოსორდა ახლა მე ვფიქრობ რომ ასეთი ადამიანი ობიექტურად განწყობილი და მოაზროვნე უბრალოდ არ არსებობს ვინც იტყვის რომ ახლა რაც მაშინ იყო ცუდი ახლა კარგია დაგაკვირდება ხელისუფლებაში ყოფნის როგორ მოიქცევი მაგრამ აი 500,000 ახალგაზრდას რომელზეც მე ვსაუბრობ იცით არც ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული წარმატებული საქმეები ახსოვს და არც წარმატების კვალდაკვალ დაშვებული შეცდომები ეს სიმართლე ხო იქ ხედავთ ჩვენ ძალიან დიდ საარჩევნო პოტენციალს უკვე გავიმეორე მესამეჯერ და ეხლა 540,000 ხმა როდესაც ჩვენ ახლა გაყალბებულ არჩევნებშიც კი ავიღეთ და ზედმეტად ეხლა არჩევნების შედეგად ხო როდესაც ციფრები და პროცენტები ფიქსირდება ну ვიღებთ რა მოცემულობას რომ ოცნება იმატებს თავისთვის შენ ხომ არ გაგში ზედმეტად შენსაც ხო იღებ ის იმატებს არა რამდენს იმატებს როგორ იმატებს ეს კი სხვა საკითხი არის ანუ ჩვენ გვჭირდება 540,000 ამორჩევლის ხარდაჭერა კი არა გაცილებით უფრო მაღალი მხარდაჭერა და დანახული მაქვს რა ეს პოტენციალი აი ხაი რას ნიშნავს რეალური მუხტი რას ნიშნავს რეალური სურვილი წახვიდე არჩევნებზე და მოიპოვო გამარჯვება 2021 წლის ანუ შარშანდილ არჩევნებს გულისხმობ თბილისში ამ არჩევნებზე სულ მოვიდა 430,000 ამორჩეველი არჩევნებში ყურადღება თბილისში სულ მოვიდა 430,000 ამორჩეველი და 2012 წელს თბილისში მაშინდელმა ოპოზიციამ მარტო აიღო თითქმის ამდენი ხმა ესმით ანუ მუხტიც მნიშვნელოვანია სისტემური გამართულობაც მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსის მოზიდვაც ძალიან მნიშვნელოვანია და არავინ არავის არ მოატყუებს რომ ამის გარეშე რაც არ უნდა წარმატებული სოფლიო მასშტაბის ლიდერები ყავდეს ოპოზიციურ პარტიას შენ თუ ლოჯისტიკურად გაძლიერებული არ ხარ და ლოჯისტიკას აძლიერებს მათ შორის ფინანსური უზრუნველყოფა გაჭირდება წარმატების მოპოვება. აი ეს ყველაფერი და არა მხოლოდ ეს, მისი მოყოლის შესაძლებლობაც მეძლევა პირდაპირ ეთერში ამაზე ვსაუბრო, ბუნებრივი არის საკითხი, რომელზეც არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ სწორია რომ არ ვისაუბრო. აქ პოლიტიკური კონკურენციის თემა, პარტიულები და კონკურენტები. გულშემატკივრობთ, ყველანი გულშემატკივრობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ნამდვილად, აი ხა მაგალითად გვაქვს ჩვენ აი რუსთავში უნდა იყოს არჩევნები, ხო? და ბათუმში გვექნება არჩევნები. შაბათს ჩვენ წარვადგენთ კანდიდატს ნუგზარ ფუტკარაძეს შვილს. ნუგზარ ფუტკარაძეს შვილს, რომელიც იბრძოლებს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად რეალურად საკრებულოს თავმჯდომარეობის ბედი გადაწყდება. და არა ერთი მაჟორიტარის, რომელიც დაემატება ბათუმის საკრებულოს, ხო? ხედავ რომ ერთობა იქ არის. რუსთავში, ქალაქში, სადაც ჩვენ ქართულ ოცნებას მოუგებთ მიუხედავად ყველაფრისა, ხო? ზად ვართ რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ვითანამშრომლოთ, არა კუთხით რომ ჩვენს გარშემო გაერთიანდეს. რუსთავში არა, თუ შეირჩევა მათ წიაღში, მაგალითად, ადამიანი, ვინც იბრძოლებს რუსთავში, ჩვენ ხალხს დაუჭერთ, მაგრამ იცით რატო გულშემატკივრობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს? იმ პროცენტს, რა პროცენტსაც ჩვენ ახლა ვაფიქსირებთ, 30% ავიღეთ, ხო? არჩი, სხვა ოპოზიციური პარტიები მაღალ შედეგს ვაფიქსირებდნენ, უკვე დამარცხებული იქნებოდა ქართული ოცნება. იმისათვის რომ და მე არ ვრჩები სხვა პოლიტიკური პარტიების იმედზე და პარტიას ვუსახავ ამოცანას, რომ დრამატულად გაიზარდოს მხარდაჭერა. იმიტომ რომ არ მინდა ვენდოს სხვას. იმ სხვა მე ვიცი ჯამში რო აიღო ყველა ოპოზიციური პარტია არის ის პარტიები მხედველობაში ვისთანაც ითანამშრომლებ ქართული ოცნების წინააღმდეგ 5-6% მაქსიმუმ. არადა საჭიროა 18-20. ახლა ან მე გვერდიდან უნდა გულშემატკივრო მხოლოდ ამ პარტიებს და ამის იმედზე დავრჩე, ან ნაციონალმა მოძრაობამ უნდა თქვას, რომ 200,000 ამორჩევლით უნდა გავზარდოთ ჩვენ მხარდაჭერა და გავზრდით. აი ამ მუშაობით გავზრდით. და აქვე თუ სხვა ოპოზიციური პარტიები ნამდვილად დაიმსახურებენ მეტ მხარდაჭერას, მხოლოდ გაგვიადვილდება ქართული ოცნების დამარცხება, იმიტომ რომ ეს დამარცხება არის სასურველი დღეს ძალიან ბევრისთვის
ამ ქვეყანაში. მაშინ როდესაც მიაქცეთ ყურადღება საერთო სივრცე ოკუპირებული აქვს პოლიტიკურ დევნებს. ამისთვის ხო არ იბადება რა ადამიანი ამ ქვეყანაში. ახლა აი ის 330,000 ახალგაზრდა ამორჩეველი რას უყურებს? პოლიტიკოსები ეთერებში მოდიან. აი არჩილ გამზარდიასთან სტუმრად გადაცემაში არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას და 20 წელს განმავლობაში საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე და შენაშენად. ხო, ეს აწყობს ქართულ ოცნებას. აწყობს, იმიტომ რომ ვერ ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს. საერთაშორისო პოლიტიკური საკითხები საერთოდ მთლიანად პრაქტიკულად ჩამქრალია, ხო? თითქოს ეს პროცესები არ მიმდინარეობდეს, რატომ? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას აწყობს, რომ ამ არენიდან გაუჩინარდეს. არა და ვაკვირდებით, როგორ იღებს ახალ ფორმას საერთაშორისო ევროპის უსაფრთხოების სისტემა, უკრაინის მაგალითზე, როგორ ჩადიან უკრაინაში სოფლიოს ლიდერზე, როგორ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორ ხდება უპრეცედენტო შემთხვევა, რომ საერთაშორისო ყველაზე ავტორიტეტულ ფორუმზე, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე პირველად არ დაუძახეს რუსეთს. არ დაუძახეს რუსეთს. იქ არ დაუძახეს, სადაც 2007 წელს პუტინი გამოვიდა ძალიან აგრესიული სიტყვით და თქვა, რომ ვიწყებ რევიზია საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგებისა და მას შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო ისე უბედურება რუსების მხრიდან, რასაც დღემდე ვადევნებთ თვალყურს უკრაინაში, ხო? არ ვაქცევთ ყურადღებას მაგალითად იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს ლუკაშენკო, რაზეც მიხეილ სააკაშვილიც ისაუბრა, ხო? ურაზროვნად კი არა, პრაქტიკულად პირდაპირ თქვა უკვე რომ ვაღიარებ ცხინვალს და სოხუმს. ის თქვა, რასაც ამბობდა 2008 წლის ომის შემდეგ. არჩილ, მაგრამ მაშინაც ევაჭრებოდა რუსებს და პირდაპირ პუტინსა და მედვედევს, რომლებიც აიძულებდნენ ლუკაშენკოს აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რა უთხრა? პირდაპირ უთხრა ისეთ მოსალოდნელი დასავლური სანქციების კომპენსაციასო თუ გადაიხდითო, მაშინო ვიფიქრებო და ესე გადააგურა მაშინ. ახლა როდესაც პუტინს დაჭირდა მზარდი დასავლეთის წნეხის შემდეგ რუსეთზე ბელორუსიის ტერიტორია და სხვაგვარი ამოცანების შესაძლებლობათაც ლუკაშენკო დაჭირდა, ლუკაშენკომ ხელმეორედ ამოიღო ეს ჯოკერი და უკვე მეორეჯერ ამბობს ღიად რომ აღიარებო. ვინმე იცის რეალურად ეს კაცი რას იზამს? მაღალი ალბათობით ამ ადამიანმა შეიძლება აღიაროს სრულად რაღაცა პროპაგანდისტული დემაგოგიური არგუმენტით და თქვას რომ იცით რა გაიმართლებს თავს აი ბელორუსიის ოპოზიციურ ლიდერებს რო იფარებს ქართული საზოგადოება და თავშესაფარს აძლევს ის ხალხია, ვინც მტრულად არის განწყობილი ბელორუსიის ხალხის სადმე. სად არის ქართული სახელმწიფოს დიპლომატია, ხო? არ ჩანან, ხო? აბსოლუტურად. მაშინ როდესაც მართლაც მნიშვნელოვანია, ისე რა, კვალიფიკაციასაც აკარგავს მსმენელი და ამორჩეველი პოლიტიკოსიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო პრაქტიკულად ვდაობთ ყოველდღიურად იმ საკითხებზე, აი ეზოში მანქანა ავტოსატრანსპორტო საშუალება არჩილმა ნიკას ადგილზე დააყენა თუ ნიკამ არჩილის ადგილზე დააყენა. არადა ჩადის ახალი კანცლერი, ჩადის გერმანიის ვაშინგტონში ხვდება ბაიდენს და ამბობს იმას, რაც არასოდეს უთქვამს აქამდე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკანასკნელ წლებში პრაქტიკულად გერმანია აღქმული იყო როგორც მოკავშირე რუსეთის, ხო? და ბევრ საკითხთან მიმართებაში და ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში თუ რუსებიო ევროპას შეუწყვეტენ ბუნებრივი აირის მომარაგებას, ჩვენ აქტიურად უკვე თანამშრომლობთ სოფლიოს ყველა წამყვან სახელმწიფოსთან, რომ მთელს ევროპას მივაწოდოთ თხევადი აირიო. და ამაზე უფრო მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს ახალი გერმანიის კანცლერი იმავე შეხვედრაზე და ამბობს, თუ შეგვიწყვიტავსო გაზით მომარაგებას რუსეთიო, ჩვენ ამაზე არ დავუთ, ჩვენ დივერსიფიკაციაზე ვმუშაობთ, იდარდოს იმან, ვინც ამ გაზ ყიდისო. და რეალურად რაზი აქვს ახლა ცივილიზებულ სამყაროს გათვლა და რატო ნერვიულობს პუტინი და გეტყვით ნერვიულობს იმიტომ რომ დღეს ევროპის ანუ მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს რუსეთი გაზით. ზუსტად 5 წელიწადში
ეს მონაცემები განახევდება და შემდეგ ყოველ წელს განახევდება და განახევდება. გერმანელი საქამდე ეზარებოდათ მილიარდობით ევროს დახარჯვა ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიებისთვის, ვინაიდან ბაზარს აღიქვამდნენ სტაბილურად რუსულ ბაზარს, მაგრამ ახლა, როდესაც დაინახეს გერმანელებაც კი უდიდესი საფრთხე რუსეთის სადმი, დაიწყეს პარალელური გზების მოძიება, ხო? და ეს პრაქტიკულად ცვლის ერთის მხრივ ორიენტაციებს ენერგეტიკულ სოფლიოში, რაზეც დგას სოფლიო წესრიგიც და შეიძლება თამამად უკვე ამ ეთერშიც ვთქვათ, რომ პუტინის რეჟიმმა, პირადად პუტინმა, მისი გაუთავებელი შანტაჟით და ულტიმატუმით, ხომ, მიაღწია რას, რომ უკრაინა აიყვანა აბსოლუტურ სხვა დონეზე სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობისა, როგორც ნატოსთან, როგორც ბრიტანეთთან, როგორც დასავლურ ევროპულ სახელმწიფოებთან და როგორც პირველში ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დიახაც სამხედრო ინსტრუქტორები, დიახაც ჯარი, არც თუ ისე ბევრი 2000-4000, მაგრამ თანამედროვე ერაში ეს უფრო პიარსულებია, როდესაც ჩვენ 2000-4000 ჯარის შენაერთებს გადაადგილებ, ვინაიდან ახლა თანამედროვე ომებში ბრძოლა და გამარჯვებები არ მოიპოვება ჯარისკაცებით, ხო, მოიპოვება სარაკეტო სისტემებით, ფლოტებით და ასე შემდეგ, რაც მთელს ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაშიც, ბალტიის და შავი ზღვის ზღვებშიც, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს უხვადავს გადანაწილებული. ანუ მთელი პოლიტიკური სოფლიო წესრიგის ცვლილებების პროცესში ვართ და ამ დროს ჩვენ საუბრობთ, გვიწევს სამწუხაროდ საუბარი ნარმანია ლილუაშვილი და არ ვიცი სხვა რომელიღაცა ქართული ოცნების დეპუტატების მიხაცებულ ძალიან დაწეულია და ბატონო პოლიტიკური დღესდღეობით ძალიან დავიწრებული და დაწეულია. ხო, ნახეთ, ეხლა როგორ არის, აი მართლაც მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც ეხლა შეიძლება არ მოგწონდეს, გასაგებია ნაციონალურ მოძრაობა, შეიძლება რაღაცა არ ეთანხმებოდი, მაგრამ მუდმივად იქ იყო, სადაც ყოფილიყავდა, ანუ ეპიცენტრში იყო. რაღაცა მეორე და მესამე ხარისხოვან პოლიტიკას არ აკეთებდა ნაციონალურ მოძრაობა, რაც მართალია. ჩადის ახლა საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში და პრეზიდენტ ზელენსკის ეუბნება, რომ მე როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ვალდებულებას ვიღებ, რომ ფრანგული კომპანიების ინვესტიციები უკრაინაში დავაზღვიო 1,200,000,000 ევროთ. ეს რას ნიშნავს? იცით რა უთხრა? თუ მაინც და მაინც რუსეთმა გაბედა და მოახდინა შემოჭრა უკრაინაში, ანუ სამხედრო ინტერვენცია, მე დავუძღვებ ფრანგულ კომპანიებს აქ ინვესტიციებს, რომ ისინი არ დაშიდნენ. სერიოზული განცხადებაა, ხო? ის ახსენე ხა მიუნხენის კონფერენციაში, რომ არ მიაღებიეს მონაწილეობა და ახლა რომ გადართო თქვენ ვრემა პროპაგანდისტულ არხს რომ მოусვინოთ, რუსები ტირაჟირებენ, რომ თითქოს ისინი არ ჩადიან და ჩვენ დავემსგავსეთ რაღაცა უკანა ეზოსაც არა, სადაც აღარც პროგრესის ნიშნებია, აღარც რაღაცა განვითარება, აღარც ახალი ამბავი გვესმის სოფლიოში მიმდინარე. რამდენიმე არხმა საერთოდ საერთაშორისო გამოშვების განყოფილებას გააუქმა. ანუ ხო იყო ამინდამდე სპორტის ამბები, სპორტამდე საერთაშორისო ამბები. მედიატურისები ამ პროცესში, როდესაც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ლაპარაკი ჩვენი ქვეყნის კუთხით, ერთობლივად ხდება როგორც წესი პოლიტიკური თანამშრომლობა. ვინც გინდა იყოს ხელისუფლება და ვინც გინდა იყოს ოპოზიცია. აი ეს პროცესი როგორ წარმოგიდგენია? რითი მიაღწია უკრაინა ეს ყველაფერი? თქვენ ნახევრის წინ არავინ დაიჯერებდა ამას, ახლა რაც მოხები, რაც ხდება უკრაინის თავს. ხო, პრაქტიკულად ეს ყველაფერი არის აი მარცხი, სტრატეგიული მარცხი არის პუტინის. უკრაინა, რომლის დაპყრობა უნდოდა, აიყვანა სოფლიო თანამშრომლობის სხვა დონეზე, ნატოსთან, დიდ ბრიტანეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან. პირიქით გამოვიდა, გესმენდა რა, იმიტომ რომ ერთიანი ეროვნული პოზიცია დააფიქსირა უკრაინელმა ერმა და ჩვენ აქ
ერთი სიტყვა ვერ ჩავაწერიეთ ხელისუფლებას იმ რეზოლუციაში. არა თუ ის რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად დამდგარიყავით. მშვიდობის უზრუნველყოფა შესაძლებელია სწორედ აი ასეთ კონტექსტებში, ასეთ მოცემულობაში, რაც იშვიათად იძლევა ხოლმე. მშვიდობა უზრუნველყო ეხა უკრაინამ ომის პირას მყოფმა და მდგარმა სახელმწიფომ მიაღწია იმას, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ჩვენ გამოვჩით ამ პროცესს, არა და ნავსაყუდელი მშვიდობის ნავსაყუდელი იქ შეიძლება ვიპოვოთ. პოლიტიკური სპექტრი რაც შენახსენე, როდესაც არსებობს ეროვნული ამოცანა, აი ეს პროცესი მე ვხედავ ამ შესაძლებლობებს იმ მოთხოვნასაც და დეფიციტსაც ვხედავ, რომ პოლიტიკური სპექტრი უნდა გაჯანსაღდეს და გამომრავალფეროვდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი არსებობდეს. ჩვენ არ გვინდა მართლა ამ ქვეყანაში ვიბადებოდეთ და ხდებოდეთ ჭარმაგია ადამიანები, მხოლოდ დაკავებული ხურდების დაწვით და რაღაცა წლების მანძილზე ნაციონალურ მოძრაობას ქონდეს თვითმიზანი რომ ხელისუფლებასთან არაფერზე არ უნდა ეთანამშრომლა. ნუ ცოტა უტრირებას ვახდენთ. არა მარტო ხელისუფლებასთან, თუ ბაშკი გეუბნებით, ეხა იყო პერიოდი ოპოზიციურ პარტიებთანაც არ თანამშრომლობდით. ოპოზიციაზე და არც ისინი თანამშრომლობდნენ ჩვენ, მაგრამ ისიც სიმართლეა რომ არა ნაციონალური მოძრაობა აი აქ უნდა ითქვას სიმართლე. შეიძლება იცით რა, სხვა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერი ამომრჩეველი იყო და უნდა ყავდეს და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ რომ არა ნაციონალური მოძრაობა, თორე მაშინ ერთ-ერთი პარტია ვარსებობდით, ხო? 2016 წლამდე იყო რა პარტია იყო, ირაკლი ალხსანიას პარტია იყო და რა მოხდა მერე და როგორ მოხდა რას. და მანამდე კიდევ 2014 უბრალოდ რაღაცნაირად ის შევინარჩუნეთ ეს ველი. გადავარჩინეთ გაუდაბნოებას, რომლის გაუდაბნოება სჭირდებოდა და უნდოდა ბიძინა ივანიშვილს. დღეს რას ვაკვირდები მე ახლა შეთქვენოთ ეს ზააკური პროპაგანდისტური ცეცხლი ჩემს წინააღმდეგ რომ არის გახსნილი. დღეს გამომაცხადე საერთოდ მონასტერშივე წასული ერთი თვითო. მონასტერიდან ჩამოხვედა. ხო, არა, წავიდაო ერთი თვით. ხო, რატო ხდება? იმიტომ რომ იციან რაცაც ვაკეთებთ. და ზუსტად იციან რომ ეს დივიდენდებს მოიტანს პოლიტიკურს, საზოგადოებრივს. და ფიქრობენ რომ იქნებ რაღაცანაირად ჩვენი პროპაგანდით, სუსით, ფარულ მიყურადებით, რაღაცა ხინჯი შევიტანოთ. თქვენი აუჩევლების ნაწილიც და გულშემატკივრობაც. აი ესეთ რა, ძალიან უმცირესი ნაწილი. მე არასოდეს ამზნობდი ისეთ ხარდაჭერას, თუ არა და ამ გადაცემასაც მოისმენს ბევრი ჩვენი პარტიის აუჩევლელი, ისეთ ხარდაჭერას, როგორც ასე ახლა ვწნობ. მე რაზე ვსაუბრობ? ჩემ პიროვნულ გაძლიერებაზე ხო არ საუბრობ. შეიძლება იყოს რაღაცა შიდალობი, რომლებიც ამ ადამიანებს ამხედრებს შეეცინააღმდეგება. ინტერესები არიან ადამიანები ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ იმათგან ნაწილიც კი იქნება ჩვენი მოკავშირე ამის უჯერ. არიან ადამიანები, ვინც რაღაცა ეტაპზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ასე ვაკვირდები, ვერ მოიკიდეს ფეხი პარტიაში 2017 წელს განსაკუთრებით ხო ან ძველი სახები რომელიც ცდილობენ არ თუ ისე ძველი სახე თავისი წავიდნენ ახლა არიან განაწყენებული იცით რა მე რა ყველაზე მეტად რა მაკვირვებს ეს საიდანაც ჩამოვიდით ისე ხო საქმეა წინადადება ალტერნატიული არ მომისმენი არც ერთხელ არ მომისმენი გარდა ერთის და რატომ დავშალე აქცია 14 ოქტომბერს ეს გარდა ამისა იცით რა ნიკა მოდი აი ამ მიმართულებით რომ მიდიხარ ხომ არ აჯობებ და ეს გეზია გვიღო ხო არის ალტერნატიული საქმე წინადადება ნუ და მე ამ გზას აქვს თავისი ასე ვთქვათ შინაარსის და რასაც მოგიყვება არ მომისმენია ხო ნუ იქ არის ერთად რაღაც სხვა პარტიების სუბიექტები რომლებიც ყოველდღე თქვენი პარტიის წარმომადგენლები არ არიან რომლებიც ასე ვთქვათ ძალიან აქტიურად განიხილავენ შენი თავმჯდომარეობის ხარისხს თუ მიმდინარე პროცესებს პარტიაში ძალიან მოერულხმებად ასე ვთქვათ გამიგონია რომ ვთქვათ ანუმერაბიშვილს აქვს რაღაც გარკვეული ლობი ჯგუფის რაღაც პარტიის რაღაც ნაწილზე და არიან სუბიექტები რომლებიც ამაზე მუშაობენ ასე ვთქვათ აი ეს ფაქტორები თუ არსებობს იცით რა არის მე ხა ამ წუთის განმავლობაში ვანომერაბიშვილი ახსენეთ მე ჩემი დამოკიდებული მასთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობილი მაგრამ ამ შემთხვევაში მე გამოვრიცხავ ნამდვილად რომ მისი ხელი ერიოს ნამდვილად გამოვრიცხავ ვიცი რა ამიტომ სიმართლე უნდა ითქვას მაგრამ არიან ხა ადამიანები რა რატომ ხა 150 მილიონი ლარი დაფინანსება სულს ნაციონალურ მოძრაობაში სუსმა იცის რომ ტარდება რეფორმები რომელიც აუცილებლად წარმატებას მოუტანს მას და მთელს ოპოზიციას და მთელს საზოგადოებას იმიტომ რომ დრო აღარ ითმენს იმიტომ რომ ვიცით რომ ვართა სადაღმოჩით ხო სომხეთმა გაგვასწრო იქ სადაც
დემოკრატიის ინდექსში. ხო, რა სადაც თეორიული შანსი არ ქონდა ახლოს მოახლოებისა ჩვენთან. ანუ დემოკრატიის ინდექსი ნიშნავს რა, ასე მარტივად ვთქვათ, ესე იგი უფრო მეტი ხარისხის დემოკრატია არსებობს ახლა სომხეთში ვიდრე ჩვენთან. ესა შემთხვევით მოხდა. და ერთ-ერთი სახელმწიფოა ჩვენ შემდეგ, რომლის მერეც უკვე ავტორიტარულ სახელმწიფოების ცხა მოდის. ჩვენ ვართ ავტოკრატიული სახელმწიფო დემოკრატიის ნიშნებით და არა პირიქით. დემოკრატიული სახელმწიფო ავტოკრატიის ნიშნებით. ესეც სიმართლეა. მოკლედ ბევრი ახალგაზრდა პოლიტიკაში და ბევრი ახალგაზრდა ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი ახალი ახალსახებს ბევრი ახალი ადამიანი დიახაც ბევრი ახალი ადამიანი როგორც ახალგაზრდა ასევე გამოცდილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სტრატეგიული თმენა იქნება პროტესტი ამ პროტესტის დაჭერისთვის მზად უნდა იყოს პარტია. მოკლედ ისიც დავიწყე მე დავასრულე. პარტიამ დავიწყეთ ყველაზე გრძელი კამპანია. ქვია ამ კამპანიას საარჩევნო კამპანია? არა. ამ კამპანიას ქვია ყოველდღიური მუხჩაუხელი შრომა, ისევე როგორც საარჩევნო კამპანიაში მუშაობს პარტია. ანუ ყოველთვის ვიცით, რას ვაკეთებთ პარტია მომდენო დღეს. აი ასეთ რეჟიმში როდესაც ვიქნები, პრობლემა რომ საარჩევნო კამპანია. ისე რატო იცით რა, იმიტომ რომ ყველაზე კარგი თავმჯდომარის ეს ტექნიკური საკითხია. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ სტრასბურგზე, ბრიუსელზე, ვაშინგტონზე, ვილაპარაკოთ ბაიდენსა და შოლცის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასე, მაგრამ იქ რომ მოუხდეთ რეალური პოლიტიკა იწყება, არ ვიცი, ხონის რაიონიდან და იქ უნდა კონდეს შენ ძლიერი ფესვები. გესმენთ? აი იქ უნდა კონდეს და როდესაც არჩევნები იწყება, ყველაზე კარგი პარტიული თავმჯდომარისთვისაც კი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისთვისაც რომელი არჩევნები იწყება, ესე კარგად? რაც მინდა ეს მოცემულობა მინდა შევცვალო, აი პარალელურად თავი და ბოლოს შევცვალო. რა, არჩევნები იწყება, სტარტი გაისმის და ემზადება კომისიის წევრის დაკომპლექტებისთვის, დამკვირვებლის დაკომპლექტებისთვის, წარმომადგენელს ეძებს, უბნის უფროსს ეძებს და ამ მასობაში თავს აწევს და არჩევნები თავდება. შენ ამ ყველაფერთვის ზად უნდა იყო არჩევნებში სანამ შეხვა და მეწმუნეთ, კამპანიაც უფრო ხარისხიანი იქნება. ჩვენს მიერ ნაწარმოებული კამპანიით უფრო მეტ ამორჩევას მოვიპოვეთ, იმიტომ რომ შავი სამუშაოები კამპანიის დაწყებამდე უკვე რო გექნება შესრულებული, რესურსი, მათ შორის ინტელექტუალური, მათ შორის ენერგიის, დროის, ფინანსური დაიხარჯება სხვა მიმართულებებზე, რასაც არ ვაკეთებდით. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში რო იყო, აგიკვირდება და არა, ყოველ დღე საარჩევნო კამპანიაში იყო. ნაციონალური მოძრაობა და ძველ მეგობრებს კითხეთ, როდესაც გეყოლებათ სტუმრად, ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ყოველი დღე მათთვის იყო საარჩევნო კამპანია. ყოველ დღე მათ ყავდათ კონსულტანტები, ყოველ დღე მათ იცოდნენ რა მესიჯი ზანელი უნდა დაემუშავებია და საზოგადოებისთვის გაიცნოთ, მართლაც ასე მუშაობდნენ და ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და არჩევნებს ვიწყებდით მხოლოდ ზადებას, თუ ბრძოლისთვის ზადებას 2-3 თვით ადრე. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ეს ვერასოდეს ვერ მოხერხდა აქამდე. დიდი მადლობა.
და ეს აზიოტაჟი და ნერვიული ფონი, რომელიც შეიქმნა ჩვენს გარშემო ხელოვნურად ქართული ოცნების მიერ, სწორედაც უკავშირდება ამ ხვალ და ზეგ უკვე შედეგად ქცეულ რეფორმებს, რომელსაც ვატარებთ ახლა. დიდი მადლობა ნიკა, მე როგორც პოლიტოლოგი ამ შემთხვევაში, არა როგორც ჟურნალისტი, ჩემი პროფესია პოლიტოლოგია, რომელიც სრულად ნეიტრალური ვარ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიმართ, ოპოზიციის მიმართაც მათ შორის, უფრო გულშემატკივრული ვიდრე ხელისუფლება, მაგრამ ინდივიდ ოპოზიციონერებში, ასე ვთქვათ, ნეიტრალური ვარ, მე ნამდვილად არ დავფარავ ჩემს საკმაოდ საინტერესოდ ვადევნებ თვალყურს, შესასწავლადაც ნიკა მელიას, რომელიც რაღაცა აქტივისტიდან პოლიტიკოსად ყალიბდება და პოლიტიკურ ლიდერად, ძალიან საინტერესო პროცესია, იმედი ამის შესაძლებლობა გექნება, რომ რეალურად ჩვენ პოლიტიკოსები მართლა გვაკლია უკვე თანამედროვე პოლიტიკური ეპოქაში. ვიცნობ პოლიტიკოს, რომელიც ისე კომფორტულად ზრობს თავს, როგორც ქუჩის საპროტესტო აქციების დროს. მართლაც როგორც თევზის წყალში, ისე გრძნობ იქ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მომენტი, სწორი დრო. ახლა და თანამედროვე პოლიტიკოსობა არ არის მხოლოდ დებატი. ზურგის, რა თქმა უნდა, ზურგის სამსახური არის მარტივად უნდა ითქვას გასაძლიერებელი, იმიტომ რომ ხარისხიან პოლიტიკას შენ ვერასოდეს ვერ გააკეთებ. ხარისხიან პოლიტიკას ქმნის ავტორიტეტი, პოლიტიკური გონება, პოლიტიკური კომუნიკაცია. დიდი მადლობა. ნიკა მელია იყო ჩემი სტუმარი.